მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა პოზიცია, მე მისი წამყვანი ნიკოლოზ ჟავანაძე. დღეს შევგვთავაზებთ 1 საათიან გადაცემას, რომელიც მიეძღვნება მიმდინარე პოლიტიკურ პრობლემებს ქვეყანაში. დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ბატონი მამუკა ტუსკაძე, ბატონი ალექსანდრე ახალკაცი, უფლებადამცველები და ჩვენ ამ პიროვნებებთან ერთად გავიხილავთ იმ საჭიროებო საკითხებს, რომელიც ასეთ აღელვებს ჩვენს მოსახლეობას. პირველ რიგში მე მინდა დავიწყო ჩვენი ეთერი აი იმ განცხადებით, რომელიც გაკეთდა ამ რამდენიმე დღის წინ, კონკრეტულად გუშინ, ნაციონალურ მოძრაობამ დაანონსა, რომ ისინი 12 მარტს აპირებენ მორიგი საპროტესტო აქციის გაკეთებას და მთავრობის გადაყვენებისაკენ მოუწოდა მოსახლეობას და ამისათვის მათ ჭირდებათ სწორედ ადამიანური რესურსი და არ გამოვრიცხავ, რომ დაიწყოს გარკვეული PR კამპანია. მე ვფიქრობ, რომ ის მოლოდინები, რომელიც იყო უშუალოდ აი ამ მარტთან დაკავშირებით მართლდება. ჩვენც არაერთხელ გვიტყვია, რომ ისინი აპირებდნენ გაზაფხულის დადგომისთანავე გააქტიურებას და ეს უკვე ნათელი არის, აგერ უკვე მათ თვითონაც დაადასტურეს ეს პროცესები, რომ უშუალოდ აი ამ ქმედებებს განხორციელებას გიგვება. ბატონო მამუკა, პირველ რიგში თქვენ დავიწყებ, თქვენ როგორ ფიქრობთ, შეძლებენ ისინი გარკვეული დესტაბილიზაციის შეტანას მოსახლეობაში და რამდენად საფუძვლიანია მათი ეს მიზანი, რომ განხორციელებული იქნეს. თქვენ როგორ აფასებთ? პირველ რიგში მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. მე ვფიქრობ, რომ 21 მარტის აქცია, რომელიც დაანონსეს ბუნიებათო სპეციალურად და ის კიდევ ერთხელ ადასტურებენ იმას, რომ საკრალულ მნიშვნელობას და ეზოთერიულ მნიშვნელობას ანიჭებს ნაციონალურ მოძრაობა ციფრებს და თითქოს რაღაცა ზებუნებრივი რაღაცებთან არიან დამოკიდებული. ამ შემთხვევაში დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ვერ მოახერხებენ ამის გაკეთებას, იმიტომ რომ თუ ასტროლოგებსაც ეს ნაცნობრივი ხუმრობით ლაპარაკობ, მაინც ასტროლოგებსაც დავეკითხებით, 21 მარტი არ არის ის დღე, როცა რაიმე ახალი საქმის წამოწყება კარგი იყოს და ამიტომ არ ამგონია, რომ მათ შედეგები მიიღოს. რაც შეეხება სრული სერიოზულად თუ მინდა თქვა და თქვენს კითხვას უპასუხებ, ასე ვთქვათ, გამარტავ კიდევ უფრო არ არსებობს ნამდვილად დღეს ძალა მითუმ ნაციონალურ მოძრაობის მხრიდან ძალა ნაციონალურ მოძრაობაში, რომელიც შეძლებს რაიმე სახის დესტაბილიზაციას აი ამ გადასახედიდან, აი ამ რეალობიდან, რაც დღეს აგვაქვს ჩვენ, რომ მიიღოს რაიმე სახის მხარდაჭერა მოსახლეობისაგან, რაც შეიძლება გამოიხატოს ხალხის შეგროვებაში, ასე ვთქვათ, აქციაზე, მხარდაჭერთა რაოდენობის, ეხლა დღეს გულისხმობ ალბათ რაც უნდა ჩამოზიდონ ადამიანები თბილისში აქციაზე, ვთქვათ, ავტობუსებით თუ სხვა საშუალებებით, მაინც ვერ მოხერხდება შესაბამისი რაიმე ქმედება. თუმცა საშიშროება იმისი, რომ თუნდაც 1000 კაცის შემთხვევაშიც კი საკმარისი იქნება მათი მხრიდან, რომ იმ თვალსაზრისით რაღაცა დესტრუქციული გამოხტომები კონდეთ, ასე ვთქვათ, იგივე ვთქვათ 21 მარტამდე კიდევ თითქმის თვე არის 20 დღე არის დარჩენილი და არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცა ისეთი საშინელება ჩაიდინონ, რაც შეიძლება ხალხი გააღიზიანოს და მართლა შეიძლება გამოიყვანოს ქუჩაში. მე არ გამოვრიცხავ, მე ადრეც ვსაუბრობდით ჩვენ, რომ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი არის დღეს თბილისში, საქართველოში, რომ მათზე რაიმე სახის გავლენა ან თქვათ სიცოცხლის ხელყოფა ან ცდელობა ამისი, ამან შეიძლება გამოიწვიოს, ეს არის ჩვეულებრივი აპრობირებული მეთოდი, თქვათ დღეს მოსკოვში ამ ხელა მარშზე ვერ გამოიყვანდა ვერამე, რომ არ მომხდარიყო გუშინდელი, თქვათ ნემცოვის ასეთი მკვლელობა. დაახლოებით მე ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს, ცუდი ვარიანტიც განვიხილე უკვე, რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის რომ ვიღო მსხვერპლადაც კი შესწიროს, ამისათვის მზად არის სააკაშვილის დამპალი ტვინი და მე ვფიქრობ, რომ თუ ისინი გეგმავენ სერიოზულად ამ ყველაფერს, მაშინ ალბათ ვიღაცა მსხვერპლის ეყოლება ჩერჩეული და მინდა უთხრა საზოგადოებას, რომ ცოტა ფრთხილად იყოს პოლიტიკური ლიდერები, წრეები, თქვათ საზოგადოების აქტიური ადამიანები, რომელიც უყვარს საზოგადოებას, მათი სიცოცხლე საფრთხეშია, ვინაიდან 21 მარტი ახლოვდება და იყვნენ ცოტა ფრთხილად.
მოკლედ თქვენ ცოტა ძალიან კვეთ ფერებში დახატეთ სიტუაცია ხა მართალია თვითგვემებთან დაკავშირებით შეიძლება იყოს მაგ ამ ციკლაურის თვითგვემა რო გავხსენოთ თვითონ ხუთმა ზომდერმა ვერ ჩააგდო და რაღაცა სპექტაკლი დადგეს გახსოვს ჩვენთან. ნუ ამათგან არაფერი გასაკვირი არის. ეხა აი ვფიქრობ რომ თქვენ როგორ ფიქრობთ ნორმალიკო იგივე ლარის კურსის გარკვეულწილად დროებითი დაცემა, ნუ ეხა ისევ გარკვეულ სტაბილიზაციისკენ წავიდა ლარის კურსი. მათ წისქვილზე ვერ დაასხა წყალი, იმიტომ რომ მათ ეგონათ რომ უფრო გაღრმავდებოდა ეკონომიკური კრიზისი, ამ მართულებით არ ელოდნენ რომ რაღაც სტაბილიზაციისკენ წავიდო და ქათვლები აქეთკენ ჩაფლავდა მათი. ეხა ფიქრობენ რომ რაღაცა ახალი 21-მდე ძალიან ბევრი რამე შეიძლება მოხდეს. თქვენ ფიქრობთ თუ არა რომ მაგალითად მართლაც სწავლენ ისინი ისე შორს რომ რაღაცა თვითგვემები მოაწყონ, რაღაცა დაძაბონ უკიდურესად ესკალაცია მოაწყონ სიტუაციის შეხლა შემოხლით შედეგად თუ რაღაც და არ ვიცი რა შეიძლება მათგან მოხდეს მოსალოდნელი რა თქვენ როგორ პირველ რიგში მოვესალმები თქვენს მაყურებელს. მე ასე არ ვფიქრობ ნიკოლოზ რომ ამ ლარის კურსის დევალვაციით და შემდეგ გარკვეულად ნაწილად გამყარებით მათ ვერ მიიღეს ის რაც სურდათ, პირიქით მათ მიიღეს ის რაც სურდათ, კონკრეტულად ბანკებმა, საკრედიტო ორგანიზაციებმა კოლოსალური მოგებები ნახეს რამოდენიმე დღიან შუალედში და ჩვენ ამის შესახებ არსებობს რიცხვები და ინფორმაციები, რაც იმას ნიშნავს, რომ მილიონობით ლარი საქართველოს მოსახლეობის ისედაც გაღადაფრებული ფენებიდან ამოვიდა. რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობა მე ვფიქრობ, შეძლებს დაახლოებით 30-40 კაცის მობილიზებას, გამომდინარე იქიდან, რომ მოთხოვნა არის მთავრობის გადაყენების და ახალი არჩევნების დანიშვნის, რაც ვფიქრობ საქართველოში ახლა განწყობას ასახავს მეტწილად, იმიტომ რომ ამ ეკონომიკური, ასე ვთქვათ, კოლაფსის ფონზე ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა და ჩვენ ახლა არც იმას ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლარი კი ბატონო ყარდება, ნენელა რეგულირდება და ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის გიორგი ქადაგიძეს, ბანკის პრეზიდენტს, რომელიც გარკვეულწილად ალბათ მიბმულია ნაციონალურ მოძრაობასთან, იმიტომ რომ ეს კაცი თავიდან ბოლომდე ტყუილებს ლაპარაკობს, თუნდაც ის რომ ტურისტების რაოდენობა შემცირდა, ის რომ ანუ ქვეყანაში შემოსავალი გადმორიცხვები შემცირდა და მოზიდვა ეკონომიკაში თანხების შემცირდა. რეალურად აჩვენებს აქ მონაცემები, რომ ყველაფერი გაზრდილია, ხო? თუნდაც ამის გამო ეს კაცი უნდა დაისაჯოს და უნდა თანამდებობიდან გადაყენებულ იქნას მოინახოს ბერკეტები ამისთან მიმართებაში. მე ვფიქრობ, ნაციონალურმა მოძრაობამ მოიგო ამ აღნიშნული სიტუაციით და ისინი შეძლებენ რაღაც გარკვეული რაოდენობის ხალხის ქუჩაში გამოყვანას, რომლებიც მოითხოვენ მთავრობის გადაყენებას და ეს პირველ რიგში აქცენტი გაკეთება ეკონომიკურ მინისტრებზე, ჭრილებში ეს სიტყვა, ესე იგი ეკონომიკის მინისტრზე და ფინანსთა მინისტრზე, იმიტომ რომ ხალხს მეტწილად გონია, რომ სწორედ ეს მინისტრები არიან დამნაშავე ამ აღნიშნულ სიტუაციაში და ქადაგიძეზე ყველაზე ნაკლებად რჩება მოსახლეობაში ზოგადად ასე შექმნილი, რომ ქადაგიძე ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე, თითქოს არა და სინამდვილეში ქადაგიძე ყველაზე მეტადაა, მე ვფიქრობ, დამნაშავე. შესაბამისად, რატომღაც გონია, რომ ნაციონალური მოძრაობა თუმცა ეს იქნება არ ბევრი არაფერის მომცემი არ უნდა აღმოჩნდეს წესით, მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ აი სწავლენ თუ არა თვითგვემაზე. მიხეილ სააკაშვილი არის ისეთი პიროვნება, რომელიც თვითგვემაზე არა, აი თავიანთი გუნდიდან შეიძლება ნებისმიერ ადამიანი გაწიონ იმისათვის, რომ გამოიწვიონ მოსახლეობაში თუ შოკიც, გამწვავებას და ასე შემდეგ. ეხა კი ახსენეთ, რომ აი რაოდენობა შეკრებენ, მაგრამ ეხა მე მგონი არ ამგონია ეხა რომ ამათ 40,000 კაცი შეკრებენ, ამას ნაციონალური მოძრაობა ვერ ახერხებდა, სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში, მაშინაც კი. მე ვფიქრობ, რომ აი დაახლოებით 40,000 არა, ეხა იცით რა არის? მართალია საზოგადოებაში არის გარკვეული უკმაყოფილება, მართლაც არის და განსაკუთრებით აი ეკონომიკური მდგომარეობის გარკვეულწილად გამო, მაგრამ გააჩნია ვისთან მივა ხალხი. ეხა ხალხი არის ბრძენი, ახლა ამ შემთხვევაში საზოგადოება გაიზარდა იმ წლების და იმ პერიპეტიებში. ეხა როცა შენ ნაციონალური მოძრაობა გეუბნება, რომ მოდი და მთავრობა გადავაყენოთო, მე არ ამგონია, რომ იქ ხალხი მივიდეს. ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ვინ რაში შეიძლება გამოიყენოს ეს უკმაყოფილება. მე დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული რაოდენობა, ეს არის სექტარასავით, ეს ნაციონალური მოძრაობა მივა, მაგრამ ეს არ იქნება 7-8 ადამიანზე მეტი. გაიხსენეთ თუნდაც რა მოხდა მაშინ, როდესაც
ლოზუნგი იყო, რომ საქართველოს რაღაც ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით იყო აქცია, რომ ვინ არის პროევროპული გზის მომხრე და ეს 15 იანვარს რო ჩაატარეს აქცია, 7-8000 კაცის მეტი იქ ვერ მივიდა, უამრავი ფული დახარჯეს, უამრავი რეკლამები დახარჯეს, ვერ მოვიდა, ვერ მოიყვანეს ეს ხალხი. აქ უბრალოდ ეხა იმაზე კი არის ლაპარაკი, რომ რაღაცა ხალხის შეკრებაზე, ნუ შეკრიბონ ეს ხალხი. რამდენად შეუძლიათ მათ არეულობის შეტანა. ეხა, როდესაც აშკარად ხედავთ მამუკა, რომ აი დასავლეთი გარკვეულწილად ლობირებს ნაციონალებს და ის რომ ეხა იქ უკრაინაში ინიშნებიან ნაციონალები და ეს კარგად ხვდებით, რომ არ არის თლათ უკრაინელების გადაწყვეტილება, ყველაფერი ძალიან გაავს იმას, რომ ერთი ხელის ნახელავია და ერთი კაცის მოფიქრებულზა გაქვს ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი უბრალოდ ამწვავებს სიტუაციას, რომ ნაციონალები რო იყვნენ მარტო ესე ძალა. კიდე კაცი იფიქრებდა, რომ ამ ჩვენ ძალას ადვილად რეალურად ეს არაფერი პრობლემა არ არის. ამ ხალხის უკან რაღაცა დასავლეთის გარკვეული წრეები დგანან. აი ეს რამდენად სახიფათოა ჩვენთვის, როდესაც ეს ძალები თქვენ როგორ ფიქრობთ? ეს არის სწორედ სახიფათო, რომ მათ უკან დგას დღეს დესტრუქციული და ძალები, დასავლეთის დესტრუქციული ძალები, რომლებიც რაღაც პროექტს ახორციელებდნენ 2004 წლიდან 2003 წლის ბოლოდან საქართველოში. დღეს ეს პროექტი გადაიტანეს უკრაინაში, იმიტომ რომ საქართველოში ქართული მენტალობიდან გამომდინარე ვერ გაამართლა. პრინციპში ნაწილობრივ გაამართლა და მხოლოდ 9 წელი შეძლეს ის მხოლოდ 9 წელი შეძლეს ბოგინი, ასე ვთქვათ, ჩვენს ქვეყანაში, ხოლო სრული მასშტაბით ამან ვერ მიიღო შედეგი. ამიტომ დღეს გადაიტანეს ეს უკრაინაში, იქნებ უკრაინაში მაინც მოხდეს, იმიტომ რომ სლავური მენტალიტეტი და კავკასიური მენტალიტეტი განსხვავდება ერთმანეთისაგან და აქ უკვე სხვა რამესთან აქვს საქმე. მე ვფიქრობ, რომ ამიტომ უნდა ვიყოთ სწორედ ფრთხილად. მე არ გამოვირცხავ ბატონ ალექსანდრეს დავეთანხმები, რომ შეიძლება თავიანთ გუნდშიც კი უფრო მეტი შოკის, უფრო მეტი აგრესიის თუ თქვათ სხვა მიზეზებით ჩაიდინონ საშინელებაც კი იმისათვის, რომ იმიტომ რომ მიზანი ამართლებს საშუალებებს მათთვის, ეს არის მათი მმართველობის ფორმის მაკიაველისეული ვერსია და ისინი ამ გზას მიყვებიან. დღეს საქართველოში ვერ გაამართლეს ბოლომდე, ხვალ მიყვებენ უკრაინაში, ხვალზე შეიძლება სხვა ქვეყანაში გააკეთონ მსგავსი რაღაცა. ეს პროექტი თუ გახსოვთ 2004 წელს მე თავისთავად ყირგიზეთშიც იყო იქ როზა ასანბაევას მაშინ მეთაურობით მოახდინეს ფერადი რევოლუცია. უკრაინაშივე თავიდან იყო ფერადი რევოლუცია, თუმცა იქ ძალიან მალე დასრულდა ეს 4 წელი მხოლოდ. ყირგიზეთში ძალიან მალე რამოდენიმე თვე იარსება. ვერ შეძლოს იმ პროექტის ავტორებმა, რომლებიც სადღაც პატარა კაბინეტში ზიან, ერთობიან, ეწევიან გავანას და წვრბავენ ვისკის და წყვიტავენ რა გააკეთონ საქართველოში თუ უკრაინაში თუ ამ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამიტომ რესურსი აქვს, ფინანსური რესურსი აქვს დიდი, აქვს ინტელექტუალური რესურსიც მინდა ვთქვა და უბრალოდ საქართველოში ცოტა გაუჭირდებათ და მაინც არ მგონია, რომ ქართული ხალხი ბრძენია დაგეთანხმებით და ვფიქრობ, რომ არ აყვებიან ამ პროვოკაციას და რას ვფიქრობ? იცი, ახლა ჩვენ რაც არ უნდა ვიძახოთ ეს დესტრუქციულ ძალად მოუნათლოთ თუ რა, ნუ გარკვეულწილად ხელისუფლების მხრიდან უნდა იყოს რაღაცა მე მგონი ცოტა ისეთი ნაბიჯები გადადგმული, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ გადავშალოთ ეს ფურცელი, რომელსაც ქვია ნაციონალურ მოძრაობა. აი მე საზოგადოებაც ხალხიც ყველა დავიღალეთ ამ ნაციონალებზე ლაპარაკით. მე არ მეგონა რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ უკვე გავიდა უკვე 2 წელზე მეტი, ხო? რომ კიდე ჩვენ ნაციონალებზე გვექნებოდა საუბარი დღეს საქართველოში. და კიდე აქციები დაგვჭირდებოდა რომ ნაციონალები წავიდნენ საქართველოსთან, ნუ რაღაცა და ჩაირეცხონ და რაღაცა ის 25000 კაციანი მიტინგი ავიღოთ, თუნდაც ბოლოს რო ჩატა. თქვენი აზრით, აი ხა ხელისუფლებას, აი მე თქვენ უშუალოდ რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლი იყავით, ანუ რეალურად უკანონო პატიმარი იყავით სააკაშვილის რეჟიმის, როგორც მამუკა. აი როგორ ფიქრობთ, აი ხელისუფლებას რატო უჭირს აი გადაწყვეტილების მიღება ნაციონალურ დაკავშირებაში? ეს არის დასავლეთის დაწოლის გამო, რომ ისინი ეუბნებიან, რომ კოჰაბიტაციაში იყავით. ეს არის გარკვეულწილად იმის ბრალი, რომ რაღაც დემოკრატიულობის რაღაცა ელფერს ბენენ რაღაცა თავიანთ გადაწყვეტილებებს თუ აი რით აიხსნება მათი მიერ აი ნაბიჯების არ გადადგმა, რომელსაც საზოგადოება ელის. ეხლა მარტო ნაციონალებს უნდა ჩვენ ყველა უბედურებას, რაღაცა ჩვენც დავინახოთ ჩვენი წილი პასუხისგებლობა. ფაქტია
ფაქტია ნიკოლოზ, რომ რა ნაციონალებმა მოახდინეს რეაბილიტაცია. რატომ მაგალითად 6 თვის წინ, 7-8 თვის წინ არ ხდებოდა ნაციონალების დანიშვნა უკრაინაში? ნაციონალებმა უკვე შეძლეს ის, რომ მეტ-ნაკლებად საზოგადოებას დაავიწყეს. ნუ იანუკოვიჩი პრინციპში ამ ხნის წინ აღარ იყო 6 თვის წინ და 7 თვის წინ. ანუ როდესაც ესენი მოვიდნენ, მაშინვე იყო პოროშენკოს მიმართ. მე მაშინაც გავაკეთე საჯარო განცხადება და პოროშენკო თქვი, რომ არის სუსტი პოლიტიკოსი, იმიტომ რომ როგორც მოვიდა რუსეთთან დიალოგი დაიწყო და ეს აღმოჩნდა საბოლოო ჯამში, რომ უკრაინას ამდენად ტერიტორიები დააკარგინა. ნაციონალები რეაბილიტაცია მეტნაკლებად შეძლეს, ამას ხელს უწყობდა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უდიდესი, ესე იგი, შეცდომა იყო ეგრეთ წოდებული კოჰაბიტაცია, რომელიც დასავლეთის დაწოლით და დასავლეთის ზეწოლით მოხდა. რა თქმა უნდა, შეცდომა იყო თუნდაც ის, რომ სააკაშვილმა შეძლო პრეზიდენტობის დამთავრების შემდეგ თუ წინა დღეებში ტრამპზე ასვლა და მშვენივრად გაფრენა და შემდეგ იქიდან, ესე იგი, დესტრუქციულ ქმედებებში ჩაერთო, აგერ ცოტა რამოდენიმე დღის წინ ამერიკაში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაც კი დაარსდა მისი თაოსნობით, რაც კიდევ ერთხელ შეძლებს იმ ადამიანების მობილიზებას, რომელიც მას გაუწევენ, ესე იგი, რეკომენდაციებს დასავლეთში, წამყვანი ამერიკელი სენატორები და დასავლელი პოლიტიკოსები, ევროპელი პოლიტიკოსები, ასე ვთქვათ, ძალიან დადებითად ახასიათებენ, მუდმივად ხვდება მათ და ამ უნდა ითქვას ისიც, რომ აი ამ პერიოდში თუნდაც ის, რომ ნაციონალები ახლა არიან მაღალ თანამდებობებზე უკრაინაში, ეს ეგ თქვათ, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს ასე ბრჭყალებში ვიტყოდი ჩავარდნაც არის. მე ასე ვფიქრობ, ასე მგონია. აი შეგეკამათებით. მე გეტყვით რა უნდა გაეკეთებია, როდესაც უკრაინის ელჩს იბარებენ და ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის ელჩი არის დაბარებული. შემდეგ, როდესაც იქიდან უკრაინის ელჩი გამოდის და ხდება, ესე იგი, ამის გადაწერა ხელახლა, ასე რო ვთქვათ, ორუელის ფრაზით და ამბობენ, რომ უკრაინის ელჩი კი არ დაიბარეს, რომელიც ოფიციალური ფორმაა ახსნა განმარტებისათვის დიპლომატიის ენით, არამედ გაესაუბრნენ და იქიდან გამოსული უკრაინის ელჩი ამბობს და აკეთებს განცხადებას, რომ იცით რა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდება ის რა ქვია, მსჯავრდებული არ არის. და არა და უკრაინასა და საქართველოს შორის არის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულება, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ორმა ქვეყანამ ერთმანეთთან ანუ ეს თქვა, რომ სასამართლო განაჩენი არ არის უკრაინის ელჩმა, სწორედ ეს განცხადება გააკეთა, არა და მას არ ახსოვს, ან არ იცის, ან სპეციალურად არ შეახსენებს ის, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის, პროკურატურებს შორის და ძალოვან უწყებებს შორის არის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულება სახელმწიფოთა დონეზე, რომელიც გულისხმობს არა მსჯავრდებულების, არამედ ბრალდებულებთან მიმართებაში თანამშრომლობას, ხო? ეს თქვენი პოზიციის არსებობას, რა თქმა უნდა, თქვენ არ ახართ ერთადერთი, ვინც აი ამ პოზიციას აფიქსირებს და გეთანხმებით, რომ ამაში არის გარკვეული ლოგიკა და სიმართლე, მაგრამ მოდი ახლა აი ძალიან აქტუალური თემა, მოდი შევხედოთ მედალს მეორე მხარე გააჩნია. აი, როდესაც იძახიან, რომ საქართველოს არ გააკეთა, გარკვეული ნაბიჯები არ გადადგა იმისთვის, რომ ჩვენ უკრაინაში ისეთი მყიფე პოზიციები არ გქონდა, როგორც დღეს გვაქვს. აი, რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას? ახლა ისინი ვერ გააკეთებდნენ ისეთი ხმაურიან განცხადებებს, როგორც ნაციონალურ მოძრაობა აკეთებს, რომ ძის კრემლი, ძის რუსეთი, ძის ესეთი პირსისხლიანი რეჟიმი, ამას ვერ იზამდნენ, იმიტომ რომ ამას თუ ვიზამდნენ, ის საზღვარი, რომელიც არის ახლა, ცოტა კიდევ უფრო გადმოიწევოთ. ანუ რა უნდა გაეკეთებინათ სხვა? ყველაზე დიდი ჰუმანიტარული დახმარება ჯანდაცვის კუთხით საქართველოს გაუწია და ამას კვიტაშვილიც აღიარებს, ხო? საქართველოს ვერ იქნებოდა ამსეთი ხმაურიანი განცხადებების წინაპირობა იმ ურთიერთობების ფონზე, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთში. ეხლა ჩვენ დიპლომატიურ დონეზე არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ავგმობთ იმ აგრესიას, რომელიც არის რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ. ახლა ისმის კითხვა, რა უნდა გაგვეკეთებინა ჩვენ მეტი, ამაზე მეტი, ანუ დავგმეთ საერთაშორისო ტრიბუნაზე, დახმარებას უწევთ ჰუმანიტარულს, რაც შეგვიძლია. ეხლა შიდა საქმეებში ვერ ჩაერევი, ხო? ეხლა უბრალოდ ეს უკრაინელების გადაწყვეტილება არის უპატივცემულობა, რა თქმა უნდა, ამაში არა, მაგრამ ჩვენ აი ამაზე მეტი, ეხლა ჩვენ იმასაც ვერ ვიზამთ, რომ ეხლა უკრაინა არის გარკვეული სტრატეგიული მოკავშირე იმ კუთხითაც, რომ ჩვენი პროდუქცია რუსეთის მერე უკრაინის ბაზარი ერთ-ერთი სოლიდური არის აი ამ ფონზე. აი რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას, მამუკა? აი ხელისუფლებას ბევრი მე მაგალითად აი როდესაც ამას საუბრობენ, რომ აი ხელისუფლების ბრალია, რომ აი უკრაინასა და საქართველოს შორის დაიძაბა ურთიერთობა, ეხლა აი ვერ ხედავ რესურსს, აი რა შეიძლებოდა რა უნდა გაუკეთებინა საგარეო უწყება. თქვენ როგორ ფიქრობთ? მე ვფიქრობ, რომ მეტი ხისტი პოზიცია უნდა ყოფილიყო უკრაინის მთავრობასთან მიმართებაში და ხისტ რას გულისხმობთ? ხისტი. ხო და რას გულისხმობთ? ანუ გულისხმობ, აი ბატონ ალექსანდრემაც აღნიშნა ახლა, რომ საუბარი არის იმაზე, რომ იგივე უკრაინის ელჩის დაბარება ცოტა მეტი მკაცრად უნდა ყოფილიყო. უნიატო პოლიტიკა უკვე ეს. პრემიერმა თვითონ ნაციონალები ადასტურებენ. პრემიერმა თვითონ ელაპარაკა პოროშენკოს. არ გინდათ ამ ხალხის დანიშვნა.
ეს ჩვენ ურთიერთობებს გააფუჭებს. ამასთან ერთად შეხვედრებიც მოეწყო, რომ ნუ დანიშნავთ ამ ხალხს. ეხლა ჩვენ უკრაინას ომს ხო ვერ დაუწყებთ იმის გამო, რომ ნაციონალური ხო, აი რა უნდა დავაკონკრეტებ მაშინ. მაშინ ჯაბა ებანოიძე. მოდი ნუ დავიწყებთ მარტო ჯაბა ებანოიძე, რომელიც არის იუსტიციის მინისტრის მოადგილე, რომელიც არის დამნაშავე და კრიმინალი. ის არ უნდა მოხერხებულიყო და საქართველოს არ უნდა გასულიყო. მაშინ უნდა დაეკავებინა ჯაბა ებანოიძე, როდესაც პარალელ რეჟიმში ჩვენებს აძლევდა თქვათ იგივე სხვების წინააღმდეგ და თვითონ ჯაბა ებანოიძემ გამოისყიდა როგორც ჩანს თავისი დანაშაულები, როცა სხვა მომენტია ანუ გულისხმობ, მოდ გადავიდეთ შემდეგზე. ყველას მათ დავით საყვარელიძე, ყველასთან დავით საყვარელიძეს ვერ დაიჭერე იმუნიტეტი აქვს და პროცედურები არსებობს, ვერ მოხდი. კარგი, გადავიდეთ შემდეგზე. გულაძე, გადავიდეთ შემდეგზე. ყველას წინააღმდეგ არსებობს გარკვეული კომპრომატები. რატომ დაწყებული სააკაშვილი, რატომ მოხერხდა რომ სააკაშვილმა მოასწრო ქვეყნა გასვლა, დაწყებული ადეიშვილი, რომელიც იმ ჯგუფში არის. ესენი არ უნდა მიეღწიათ ტექნიკურად ამის შესრულება მართლა რთულია, ბუნებრივია. მამუკა, ეხლა თქვენც კარგად იცით რომ სააკაშვილი, როდესაც ავიდა, ეხლა არის გარკვეული საკანონმდებლო ისინი, ეხლა დეპუტატის იმუნიტეტი რო გააქვს, იქ არის საჭირო იმ უმრავლესობა, რომ მოიხსნას. ანუ საყვარელიძის თემა მაგიტომ იყო, რომ ამ იმუნიტეტს ვერ სააკაშვილი რაც შეეხება სააკაშვილს, ხო? სააკაშვილი როგორც კი დაამთავრა თავის საპრეზიდენტო მან ესე იგი გარკვეული ვადა, იმ წუთას რომ წავიდა ჩაჯდა თვითმფრინავში გაფრინდა. ანუ ჩვენ პრეზიდენტს ვერ დავიჭერდით, ხო? ეხლა აქ ის რო ღულაძე თელ ყოველას ნაციონალს მაშინ ჩვენ დავემსგავსებოდით იგივე სააკაშვილის რეჟიმს, რომ ყველა შეგვეყარა ციხეში. რა თქმა უნდა, გამოძიებები არსებობს. იგივე ხა ადეიშვილი, მაგალითად, ადეიშვილზე ხო წითელი ცირკულარით იძებნება, ხო? ამაზე მეტი შეურაცხყოფა რა გინდა წითელი ცირკულარით ძებნელი ადამიანი არის ჩეველი. იქ იმ ეკონომიკურ, ანუ ჩვენ უკვე გამოვხატეთ ჩვენი კარგული პოზიცია ადეიშვილი, სააკაშვილის მიმართ. ეხლა ღულაძეს ეხლა გარკვეულწილად ქმედებები იქ იყო რა თქმა უნდა კითხვის ნიშნის შემცველი, მაგრამ ნუ ეტყობა ვერ გამოიკვეთა ამ ადამიანის დანაშაული, და ცოტა ხანი იყო იქ მინისტრი. ხო, არ იყო კონკრეტულად. ამიტომ აი ეს კითხვები რო ისმის, აი მეც სხვათა შორის ერთადერთი მე ვფიქრობ რომ აქ იყო დასავლეთის გარკვეული პოზიცია არსებობს, რომ აი ხალხო ჩვენ აი ამ ხალხს თქვენ უნდა დაელაპარაკოთ, გინდა თუ არ გინდათ. იმიტომ ანუ ერთი აქ არის ეს ამის ახსნა შეიძლება მხოლოდ ესე, რომ თქვენ უნდა დაელაპარაკოთ ამ ხალხს. თან ამათ იმედი აქვს, რომ ეხა ესენი წარმატებულ რეფორმას განახორციელებენ. რა წარმატებულ რეფორმაზეა ლაპარაკი, ეგერ გუშინ მიტინგი დაარბიეს უკრაინაში. ეგერ ადამიანი იმას აკეთებდა ოპერაციას და გამოიყვანეს ოპერაციიდან და ეს არის აი მენგელე, ყოფილი მენგელე, ნაცისტი, რასაც ის აკეთებდა, იგივე აკეთებს კვიტაშვილი იქა. მე ამათ გონიათ, რომ 3 მილიონიანი ხალხი ერი რო დაიმორჩილეს, იგივეს გააკეთებენ უკრაინაში, რაც აბსურდია. ამიტომ აი მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი ეხა ბატონი სიმონი მყავდა იმ დღეს მოსული, ერთადერთი მე რასაც ჩიც ხელისუფლებას აი გარკვეულ შეცდომად ვთვლი მის აი ამ ჩვენ უკრაინულ ქართულ ურთიერთობებში რაღაცა შეცდომა არის, ეს არის შეცდომა ის, რომ 7 თვე ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო ქათამაძე უკრაინაში საქართველოს ელჩი. პირწავარდნილი ნაციონალი, სააკაშვილის პირადი მეგობარი, მაგრამ ესეც ვინ გააკეთა? ალასანიას გუნდის წევრმა, ფანჯიკიძემ, რომელმაც ეს ადამიანი არ მოხსნა, როგორც ასევე არ მოხსნა ის ტუღუში, ევროსაბჭოში, რომელიც არის დღესაც საქართველოს წარმომადგენელი. აი ამაში ნამდვილად მე ვფიქრობ არის გარკვეული მარცვალი იმისი, მაგრამ ნუ ეხა იმ ქათამაძესაც კაი იყო ის 7 თვე, მაგრამ მიუხედავად ამისა მე აი ვფიქრობ რომ ხელისუფლებას აქ იმდენი შეცდომა არ მიუძღვის რა ეს ურთიერთობა ჩვენ შორის, არამედ აქ დასავლეთის გარკვეულ წრეებს სურთ რომ თავს მოგვახვიონ ის ნაციონალები ჩვენ კიდევ. აი მე ესე ვფიქრობ. არ ვიცი ხა რამდენად ზუსტია ინფორმაცია, მაგრამ გუშინ მომაწოდა ჩემმა მეგობარმა, რომ არამხოლოდ ალბათ დასავლეთი, თურმე სააკაშვილი და პოროშენკო აკების აკადემიაში სწავლობდნენ ერთ დროს და იქიდან მეგობრები ვართო კი თქვენ. ხო, და ეს ინფორმაცია არის. არა, მეგობრობა მანდ მე მგონი და დასავლეთის მნიშვნელოვანია. მაგრამ ეს დასავლეთის ჩვენ აი მე რა არ მინდა კიდე იცით, აი თქვენ მინდა თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ იმ პოზიციის მიმართ, რომელიც არის საზოგადოებაში, რომ აი რუსეთი არის ცუდი და დასავლეთი არის კარგი. ეხლა კარგად გავიხსენოთ ჩვენი წარსული. პირველი ვინ შეუწყო ხელს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას. ეხლა გამსახურდია მოგწონს თუ არ მოგწონს, იყო ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი. და სოფლიოს ისტორიაში ალბათ იშვიათად მოიძებნება აი ესეთი რაღაცა პარალელი, რომ 7 თვეში კაცი ჩამოაგდო. 7 თვეც არ იყო პრეზიდენტი, კაცი ჩამოაგდო. და როგორ რატო ჩამოაგდო, რომ ბეიკერმა თქვა, რომ დინარის დინებას თუ ბუშმა თქვა, რომ დინარის დინებას მყარი თევზები მიყვებიან, ჩვენ არ გვაწყობს ეს ადამიანი
და რეალურად მათ შეუწყეს ხელი აქ სახელმწიფო გადატრიალებას. და ამიტომ აი თქვენ როგორ ფიქრობთ? აი ესეთი პოზიციის დაფიქსირება, რომ ჩვენ აი დასავლეთი კარგია და რუსეთი ცუდი, რამდენად რეალურად აი პოზიციების შემაფერხებელი იყოს შეიძლება და რეალურად რამდენად აი ეს ლოგიკურია ესეთი განცხადება. ძალიან საინტერესო რამ გაიხსენეთ ბუშის სიტყვები, სწორედ მაშინ მამა ბუშის სიტყვები, როცა ასე მოხდა ზედგამსახურდიას დროს და დღემდე მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ იდეის გავრცელებაც აუცილებელია, როცა ეხლა მე ჩემასაც ვიტყვი ამ ორ დაპირისპირებულ თითქოს და მხარეს შორის. ეხლა საუბარია იმაზე, რომ მართლა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოახერხა და ბუშმა ის რაც მოხდა 2012 წლის ბოლოს მიწურულს ზედგამსახურდიას წინააღმდეგ. გამოძიება დღემდე არდებს და თითქოს დღეს ხალხში მუსირებს აზრი, რომ რუსეთმა მოახერხა ეს. ეს სხვა თემაა ყველა. ხო, სწორედ ამაშია ზუსტად საქმე. ამიტომ საუბარია ეხლა იმაზე, რომ დაპირისპირება ორ მხარეს შორის არ არსებობს და ნუც დავარქმევთ ამას ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი ეს ჭირდება მასონებს ასე ვთქვათ და ძალებს ევროპაში და დასავლეთში და ასევე რუსეთშიც რომ ხელოვნურად შექმნან ეს თითქოს და ბარიერი მაგრამ ხალხი ამაზე კარგად თამაშობს ხალხის და კარგად აპელირებს ამ ყველაფერზე და ფიქრობ, რომ არ არსებობს ასე დაძაბვა სიტუაციის საუცილებელი და საჭირო, რომ თითქოს და ორი დაპირისპირებული მხარე ესენი რაღაცნაირად პატარა ტერიტორიაზე სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენს წიხვეთ ქვეყანას და გეოპოლიტიკურ რუკაზე და ამიტომ ფიქრობენ, რომ თითქოს სხვა ყურადღების გადატანის თვალსაზრისით ხდება, რომ თითქოს დაპირისპირება დასავლეთსა და რუსეთს შორის და ამ დროს ერთობლივად და ერთადაც კი გეგმა მე ხშირად რაღაც აქციებს. ნუ ფაქტია, რომ დაძაბულობა არის ორბანაკ შორის, მაგრამ ნუ როგორი დაძაბულობა ეს სხვა თემა. მე აი მინდა შევეხო აი ამ თემას კონკრეტულად დღეს არის პოზიცია ესეთი, სასტიკ ჯვარზე აცვეს მაგალითად აბაშიძე რატომ მიდის მოსალაპარაკებლად კარასთან. მე ჩემი პოზიცია მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, თქვენ ეთანხმებით თუ არა, ვიცი თქვენ რომ დააფიქსირეთ. როდესაც ახლა ოკუპანტია თუ მტერია თუ რაც არის ამ ქვეყანას აქვს დაპყრობილი ტერიტორიების 20% თუ მეტი არა, ხო? აბა ვის უნდა დაველაპარაკოთ ჩვენ? აი ეს კითხვა თვითონ რო ისმის საზოგადოების გარკვეულ წრეებში. არის თუ არა ეს ანტისახელმწიფოებრივი და იზიარებთ იმას თუ არა რომ ეს დიალოგის რომელიც არის ეს ფორმატი ჩვენსა და რუსებს შორის უნდა შეწყდეს და თურმე ჩვენ აღარ დაველაპარაკოთ რუსეთთან. სახელმწიფოებრივია მე ამას ანუ ჭირდება ძალიან ესეთი ანალიზი გააჩნია რა პოზიციიდან აკეთებენ ამ განცხადებას თუ ამ განცხადებას უდევს საფუძვლად ის რომ რაიმე და ან მაგალითად ჩვენ დეოკუპაციაზე უარს ვამბობთ ან სხვადასხვა პოლიტიკაზე საერთაშორისო სარბიელზე მაშინ კი ბატონო მაგრამ ნუ რეალურად ასე არ არის ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი სახელმწიფო აგრძელებს და უნდა გააგრძელოს აუცილებლად ის დეოკუპაციის პოლიტიკა თუმცა ახლა რუსეთი ხედავთ აგერ უკრაინა რა დღეში ჩააგდო მიუხედავად იმისა რომ მის ღირსშესანიშნავება დაიდო არ სრულდება რეალურად და ჩემი პოზიცია რომ ის არ შესრულდება უბრალოდ რუსეთი მოიგებს ამით დროით მეტნაკლებად გამოვა იმ ეკონომიკური შოკიდან რომელიც ქვეყანაშია და ისე უფრო მეტით გაძლიერებული ასე ვთქვათ შეუტრიალდება უკრაინას და ევროპა მერე მართლაც ხადად დაინახავს 2008 წლის შეცდომებს ახლანდელ შეცდომებს და ასე შემდეგ როდესაც რუსეთი უკრაინის შემდეგ მიადგება მოლდოვას ბალტიისპირეთს პოლონეთს და ასე შემდეგ მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია გაგრძელდეს რუსეთთან მოლაპარაკებები, იმიტომ რომ რამე მოუძებნოთ ის ოქროს შუალედი, რომელიც თუნდაც თავიდან პირველ ეტაპზე ამ დევნილ მოსახლეობას, 10,000-ობით მოსახლეობას დაგვაბრუნებინებს იმ ტერიტორიებზე, რომელიც ჩვენს მეზობელს აქვს ოკუპირებული და შემდეგ ნელ-ნელა მოიძებნოს ის ბერკეტები, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც მოგცემს იმის საშუალებას, რომ შორეულ პერსპექტივაში ვიფიქროთ იმაზე, რომ აფხაზეთი და ოსეთი აუცილებლად ჩვენი სახელმწიფოს ნაწილი გახდეს და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ გზიდან არ უნდა გადავუხიოთ. მე ვფიქრობ, რომ უნდა გაგრძელდეს ამ თქვენ კონკრეტულ კითხვაზე. მე ვერ ხედავ, რომ საქართველოში, ანუ აფხაზეთთან მიმართებაში არის დეოკუპაციის პოლიტიკა, იმიტომ რომ იმ დღეს წინა კვირას გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა აფხაზეთის ჩირიმბამ განცხადება, რომ ამერიკამ სავიზო რეჟიმი შეამსუბუქა აფხაზეთის მიმართ, რომ ესე იგი იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვს რუსული პასპორტები, მათ თავისუფლად შეუძლიათ უკვე ამ რუსული პასპორტებით გადაადგილდნენ ამერიკაში.
ეხლა თუ ამერიკაში წავიდნენ, თუ რუსული ბაზარი გახსნილი ექნება და პრობლემა არ ექნებათ რუსეთში შესვლაზე, თუ იმოგზაურობენ, რაღა დეოკუპაციაზეა ლაპარაკი. ხო, თურქეთთან ურთიერთობები ექნებათ. ანუ რა ეს დეოკუპაცია არის ფარატინა ქაღალდი. ეხლა საქართველოში ის მათ არც არასდროს სურვილი არ ექნებოდათ და საქართველოს შემადგენლობაში რო იყო აფხაზეთი, მაშინ არ შემოდიოდა ქართველებიც კი თბილისში. ჩადიოდნენ სოჩაში. და არც ეხლა აქვს დიდი სურვილი ეხლა საქართველოში მათ რო რაღაცა შემოვიდნენ. ანუ ამ ესეთი განზრახულობა მათ არ აქვს. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ეხლა რო გვიხარია რომ აი არავითარი დეოკუპაცია არ მიმდინარეობს, არავითარი საზღვრები ჩაკეტილი არ არის, იქ კაცმარიძის კიდე ვინ შედის და ვინ არა ხო კი ბატონო ეგ უნდა იყოს, მაგრამ ვერ განხორციელდება ეს დეოკუპაცია პოლიტიკა, რომ გახსნა უკვე ხაზები გაიხსნა თვითონ ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ეხლა კითხვა ეს მე რომ ეგ-ეგრე არ არისო, მაგრამ როგორც სიტყვიან, ყვავილი ცეცხლის გარეშე არ არსებობს, ცეცხლი ყვავლის გარეშე არ არსებობს, უბრალოდ აქედან გამომდინარე ეს განცხადებები არ არის რაღაცა პურიდან მოთხრეული და მე ვფიქრობ, რომ თქვენ როგორ ფიქრობთ? ჯობს პირდაპირ კონტაქტებზე გავიდეთ და დავიწყოთ ამ ხალხთან ლაპარაკი და რაღაც საერთოება და მოვნახოთ, თუ ველოდოთ ამას, რომ როდის ჩამოიქცევა რუსეთი. ეხლა ზოგს გონია, რომ რუსეთი ჯერ ეგერთიც რაც არ უნდა კატაკლიზმები მოხდეს რუსეთში, რუსეთი ისე არ დაიშლება, რომ ჩვენთვის ვერ მოიცალოს და ჩვენი სამყოფი მაინც არ კონდეს მათ, რომ გაგვიკლავდნენ. აი თქვენ როგორ ფიქრობთ? აი პირდაპირ კონტაქტები ჯობია თუ აი ეს გაუაზრებელი პოლიტიკა, რომელიც აი უკვე შედეგის მომტანი არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენს ტკივილს აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიებს, რომლებიც ოკუპირებულია ამდენი წლების მანძილზე, პრაქტიკულად დამოუკიდებლობის ღირსების შემდეგ საქართველოსთვის ისინი ჩვენს გარეშე განვითარდნენ და თუ ამას განვითარება ქვია. მე გეთანხმებით, რომ პირდაპირ საუბარი აფხაზებთან, სახალხო დიპლომატია განსაკუთრებული როლის ასაწევია, მაგრამ ერთი რაღაცა უნდა ვიცოდეთ ზუსტად, რომ საბოლოო შედეგისთვის არის ორი გზა, მესამე გზა. პირველი გზა არის ეს, რომ ანუ დასავლეთის ხელშეწყობით უნდა მოხდეს ეს, მეორე გზა არის, რომ რუსეთის ხელშეწყობით და მე ორ წუთში ორივეს გავშიფრავ, ასე ვთქვათ, ჩემს ვერსიას და მესამე გზა არის, რომელიც პრინციპში კარგი იქნებოდა ჩვენთვის, ეს იქნებოდა ჩვენ რო შეგვეძლოს გადაწყვეტა თვითონ აფხაზეთის ბედის. თუმცა ამ ეტაპისთვის ეს შეუძლებელია. ეს მესამე მექანიზმი ჩაერთვება პირველი მექანიზმი, ანუ თუ შტატების მეშვეობით მოხდება. ეხლა როგორ აპირებს და ეხლა მე წეღანაც მინდოდა და გადავხვე უცებ ერთი სიტყვით, რომ სააკაშვილის ფუნქცია ეხლა უფრო ეს გლობალური თემებში ძალიან დიდ დონეზე არის, ასე ვთქვათ, გასული ეს გიჟი. ეს ახლა საქართველოს ის არა აქვს მას ეხლა ჩვენ უყურებთ, აი ჩვენ რა გვეშველება, სულ არ აინტერესებს თუ საქართველოში პრინციპში სიმართლე რო გითხრათ, ეს არის ყურადღების სააკაშვილის რა ხდება. სააკაშვილის სხვა მისია აქვს შესაძლებელი ისეთი კალიბრის ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც ადვილად გამართეს ევროპელებმა და ანუ იმ ძალებმა, გულისხმობ ევროპელებს მარტო არა, იმ მასონურმა თუ დესტრუქციულმა ძალებმა და მას შეასრულებდნენ რაღაც ფუნქციას საქართველოში. ეხლა ამ ფუნქციას რუსეთი ეს ყველაფერი მიმართული იყო, რაც დღეს ხდება უკრაინაში, ის უნდა 2008 წელს საქართველოში. თუმცა მაშინ კიდევ ქართული მენტალობის გამო, აქ იგივე შიდა გუნდი და რატო უზეთ დღეს მერაბიშვილი და გულავა, იცი განსაკუთრებულად, იმიტომ რომ მათაც ნაკლებად ანუ თითქოს დაივიწყეს ისინი, იმიტომ რომ მათაც ალბათ კიდე სხვებმა შეძლეს ის, რომ სტალინის ზეგნი დაგვიბომბეთ. ანუ იქაც ქართული ვარიანტი გაუშვეს და სააკაშვილი სუფთა კოსმოპოლიტი არის, ცუდი გაგებით კოსმოპოლიტი. ამიტომ რომ რაღაცნაირად მოხდა ასეთი რაღაცა რა. ეხლა რუსეთი თუ დაიშლება, ეს არის აფხაზეთის დაბრუნების ერთი გზა, ჩვენ მოგვეცემა მაშინ საშუალება იმისი, რომ ჩვენ შევძლოთ შემდგომ და მეორე. ანუ ნუ ცდილობენ ეს დაიშალოს, ეხლა კარგით, ეხლა თქვენ იმას და მეორე, ანუ თუ არ უნდა დაიშალოს, კი მე არ ვიცახი რომ დაიშლება აუცილებლად თქო. ესე იგი ნიშნავს რომ ძალიან შორს მივდივართ. შორს მიმავალი გეგმები არის რუსეთის და ეს აბსოლუტურად. და მეორე რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს. ესე იგი თუ ორივე შემთხვევაში ძაღლი შეგვჭამს თუ გლისფერი ძაღლი არა აქვს მნიშვნელობა. გელი შეგვჭამს რუსეთის გარეშე, იცით რა არის? რუსეთის გარეშე ამ კონფლიქტს ვერაფრით ვერ გადავწყვეტ. იმიტომ რომ იქაც ახლა აფხაზებს არავინ არ ეკითხება. რუსეთმა რომ დაუქნიოს ერთხელ რომ დაიბაროს ახლა ხაჯიმბა და უთხრას რომ შენ უნდა მოაწერო ხელი იქ საქართველოსთან რაღაც ამ ფედერაციულ ანა იმ წუთასვე იქ იქნება, მათ დასვეს ისეთი ფინია ძაღლი, რომელიც ერთგულია მათი, ის კიდევ იქ წინამორბედი ხელისუფლება კიდე რაღაცა დამოუკიდებლობის პოლიტიკას ატარებდა, დღეს ყურმოჭრილი მონებია ორივე ოსეთშიც და აფხაზეთშიც. ამიტომ ეხლა ზოგი რო საუბრობს იმაზე, რომ აი იმათ ვინ ეკითხება საერთოდ აფხაზებს და ოსეთს. ისინი არიან რომ რუსებს უყურებენ პირში. ეხლა მე გავიხსენო, მინდა აი პარალელი, აი რა ჩვენ გავიარე. თქვენ გახსოვთ ალბათ შევარდნაძის დროს
საქართველოში ქართველი მოსახლეობა ჩადიოდა ცხინვალში, ერგნეთის ბაზარი რო იყო, ნომრებს იღებდა მანქანის ნომრებს. ისეთი ურთიერთობები იყო ამგვარ რომ ცხინვალში შემოსვლა პრობლემა აღარ იყო. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ფაქტიურად ღიად ჩამოდიოდნენ უკვე საქართველოში. კოდორი ჩვენი იყო. ანუ ნელ-ნელა მიდიოდა უკვე პროცესები ეკითხენ რომ ჩვენ უკვე სხვა ტიპის ურთიერთობებზე უნდა გადავსულიყავით. აი ზუსტად მაგ მომენტში მოხდა ვარდების რევოლუცია. სწორედ აი მე ვფიქრობ რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენ რო ლაპარაკობთ რომ ასე ვენებს იჭრის ვითომ ევროპა და ამერიკა ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე დაუკვირდეთ ერთ რამეს რომ შეიძლება პირიქით კი არა აწყობდეთ მათ რომ ჩვენ ტერიტორიულ იმიტომ რომ ჩვენ რუსეთთან თუ კარგად ვიქნებით მაშინ პრობლემა ჩვენ დასავლეთთან ვეღარ გვექნება ესეთი ურთიერთობა და თუ ჩვენ რუსეთთან გვექნება ცუდი ურთიერთობა ესე გამოდის რომ ჩვენ დასავლეთთან უკვე სხვა ურთიერთობები უნდა გქონდეს აქედან გამომდინარე აი ეს რევოლუციაც რომ მოხდა იმისთვის ხო არ მოხდა რომ ის პროცესები ანუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი რომელიც იყო შევარდნაძეს ახლა რაც არ უნდა დავაბრალოთ კაცმა უსისხლოდ რუსის ჯარი გაიყვანა სტამბოლის ხელშეკრულების შედეგად საქართველოს ტერიტორიულად ხო და მე მივიღეთ კაცი რომელმაც ეს რაღაცა დადებითი სიმპტომები რაც იყო ყველაფერი მოსპო ანუ ამ აფხაზებთან და ოსებთან ერგნეთის ბაზარი დაკეტა არაფერ დიდად ხმას ის ეკონომიკაზე არ ახდენდა რომ ჩვენ ახლა იქ უფრო მეტი ეფექტი გქონდა იმ სახალხო დიპლომატიის შედეგად მე ადგა და იქ რაღაც შევარდა ეს ოქრუაშვილი და ვითომ რაღაცა ამ დროს უკვე იკვეთება ვისთან ქონია ამ კაც ურთიერთობები შევარდა იქ და იქ ჩახოცეს ხალხი აფხაზებთან იქ კოდორი დავკარგეთ ანუ ყველაფერი დავაკვირდეთ აი ამ პროცესებს ეს იყო თუ არა განპირობებული იმისთვის ის პროცესები რომ ჩვენ არათუ ტერიტორიული მთლიანობა არამედ დაგვეკარგა პირიქით ეს ტერიტორიები იმისათვის რომ დამოკიდებული ყოფილიყავით ჩვენ საზღვრებს მიღმა ვიღაცებს თქვენ როგორ ალბათ აქ ანალოგი უნდა ავიღოთ იგივე რაც ხდება აზერბაიჯანი და სომხეთ შორის ის კონფლიქტი რომელიც არის გაყინული სჭირდებათ იმისათვის გარკვეულ ძალებს რომ მუდმივად ეს ამ ორი სახელმწიფოთი მოახდინოთ манипуляცია იქ მე თავისთავად ამ გოლში შემოდის ირანი შემოდის თურქეთი და ეს კავკასიაში იქნება ასე ვთქვათ ორი სამკუთხედი ესე იგი საქართველო აზერბაიჯანი თურქეთი და აქეთ სომხეთი ირანი და რუსეთი და რა თქმა უნდა ეს უკვე საერთაშორისო თამაშის ასე ვთქვათ მატჩია საჭადრაკო პარტია საქართველოში თუ იმ შემთხვევაში მაგალითად ახსენეთ ერგნეთის ბაზრობა და ერგნეთის ბაზრობა ახლა მე მეტნაკლებად ვიცი შიდა ქართლიდან ვარ მეც ძალიან დიდი როლი ჰქონდა იქ შეიძლება იყო კორუფცია იქ რაღაცა წამალი შემოდიოდა მაგრამ შეიძლებოდა ამ მხრივ მუშაობა რომ იქ დაკეტილიყო ის გზები საიდანაც წამალი შემოდიოდა ნარკოტიკი და ასე შემდეგ რაც თავარია ხალხი გადადიოდა ერთმანეთთან ურთიერთობები ჰქონდათ მოჰყავდათ ეროვნებით ოსიცოლი პირიქით იკითხავდებოდნენ ერთმანეთს ბავშვებს უნათლავდნენ და ასე შემდეგ ანუ ფაქტიურად საზღვარი წაშლილი იყო მხოლოდ და მხოლოდ პირობით ის საზღვარი რაც სამხრეთ ოსეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის არსებობდა და ეს ძალიან დიდ როლს განაპირობებდა. ნუ შეიცვალა ხელისუფლება, ხო? შეიცვალა იმიტომ რომ ეხლა ზოგი ამას ეს იყო დასავლეთის იცი საკამათოა დასავლეთის ინტერესი იყო თუ რუსეთის ინტერესი ის რაც გააკეთა სააკაშვილმა. ფაქტია რომ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა რუსეთის სასარგებლოდ. კოდორს ახლა როგორ შეიძლება გეწოდებია ზემო აფხაზეთი, ხო? უწოდა გადაარქვა სახელი დაარქვა ზემო აფხაზეთი და აფხაზებმა იკითხა ესე ჩვენი ყოფილა თურმე და არა გვაქვსო და აქამდე რატო არა გვაქვსო და ახლა ამან განაპირობა ის რომ ახლა აფხაზები ფიქრობენ იმას რომ ენგური თავიდან ბოლომდე აიღო ხო იგივე თუნდაც მეიდნის მოვლენები რუსეთის სცენარი იყო თუ ამერიკა ვის უფრო აწყობდა ის რაც მეიდნის მერე განვითარება უკრაინაში ეხლა თქვენ გჯერათ რომ მაგალითად სააკაშვილი კაცი რომელიც ბოლოს და კურდღელივით ჩირგვებში იყო შემძვრალი დაიწყებდა ომს ეხლა ჩვენ რაც არ უნდა ვთქვათ რომ აი ამერიკელები ეუნებოდნენ მე დარწმუნებული ვარ რომ მას რომ არ ქონოდა გარკვეული ესეთი წვანეშუქი ანთებული დასავლეთიდან ის ომს ვერ დაიწყებდა სამაჩაბლოში ეს არის გამორიცხული ეხლა მას რო არ ქონოდა გარანტია რომ იგივე დასავლეთის ფაქტორიდან რომ ჩვენ დაიწყე და უკვე დალაგებული გვაქვს ურთიერთობა რუსეთთან ეს ომს ვერ დაიწყებდა ეხლა იქაც კიდევ კაცი არის საერთო ეხლა ვისი აგენტია ეხლა ჩემთვის აგენტი არის აგენტი გინა რუსეთის იყოს გინა ამერიკის და გინა ჩინეთის რა მნიშვნელობა აქვს ამას თუ რომელიმე ქვეყნის აგენტურული ქსელით მის ზიანს მიაკნებს ქვეყანას ხო ეს ჩემთვის უკვე არის ძალიან რამლის მეტყველი ეხლა ჩვენთან რატომღაც ესეთი სტერეოტიპი ჩამოყალიბდა რომ თავარი რუსეთის აგენტი გვიქნებია თუ გინა სხვა ქვეყნების გინდა თურქეთის იყავი გინა და თვითონ ოკუპირებული მარტო რუსეთს კი არ აქვს ტერიტორია თურქეთმა ხო ისე თავისი იყო ის ტაოკლარჯეთი და კიდე სხვა ქვეყნების მიმართაც ეხა არ მინდა ვთქვა და ყველა ხვდებით მიზეც მაქვს ლაპარაკი თვითონ ხო აქეთკენ კიდე ცოტა რომ თურმე ისინი არა გვაქვს ჩვენ არ არის ოკუპირებული ამიტომ აი მე ვფიქრობ რომ
დღეს როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ აი სააკაშვილი ვინ მოიყვანა, მე მგონი მოიყვანა, ეხლა კარგად ხვდებით, ვინ მოიყვანა, ვინ ლობირებს, ეხლა ვერავინ ვერ მეტყვის, მე რომ ეხლა იქ სააკაშვილი დანიშნდა არის რუსეთის შედეგი, ხო? ეხლა რუსებმა დანიშნეს იქ პოროშენკო აიძულეს რუსებმა რომ დაენიშნათ სააკაშვილი? ეხლა ესეთი რაღაცა მე მგონი არ ვიცი. ეს არის ორმაგი სტანდარტები 69-ის პოზიცია, როცა ერთს ფიქრობენ და მეორეს აკეთებენ და სააკაშვილი ძალიან შორს ახედი. ხო, არა, 69 პოლიტიკაშიო. 69-ის პოზიცია ზუსტად ასეთი განმარტება არსებობს პოლიტიკურ ლიტერატურაში და როცა პოლიტიკოსი მისთვის ეს არის დამახასიათებელი, იმიტომ არის პოლიტიკა ბინძური საქმეო, მასეთი ბინძური ადამიანები. პოლიტიკას ბინძური ხალხი აკეთებს. ბინძური ხალხი აკეთებს, პოლიტიკა არის სუფთა. თავი ბინძურმა ხალხმა არ გაიგო. აი ზუსტად გეთანხმები და ამაშია ზუსტად საქმე, რომ ეხლა აქ საუბარი იმაზე, რომ სააკაშვილმა მართლა ძალიან ბევრჯერ პირდაპირ წისქვილიზე კი არ დაასხა წყალი, რა ვიცი, სასწაულები აკეთა, რა ვიცი, წისქვილის ქვას დაიჭრა და თავზე რუსეთის მაგრამ სინამდვილეში არა, გამორიცხულია სააკაშვილი არ არის დამოუკიდებელი პიროვნება, არც იყო არასდროს. ნებისმიერ შემთხვევაში მას ჰქონდა სატელეფონო თუ სხვა სახის კონსულტაციები ვიღაცებთან, გახსოვთ ალბათ კადრებიც კი არსებობს ომის დროს, როცა ხასტოს ჭამდა მაშინ ტელეფონი ეკავა. ხო, სავარაუდოდ ქვეყნის პირველი პირი ვიღაცას რო ხო ბატონო ეს მასზე ზემდგომს ურეკავდა და საქართველოში მასზე ზემდგომი მაშინ არც არავინ არ იყო. ანუ ვიღაცა სხვაგან ეკავშირდებოდა, ხო ის მაშინ როცა შიშის ფანსკალით იყო და აი ფილმში რო არის მეხუთე ელემენტი, რომ სისხლის ზღვარი განმოდიოდა ტვენიდან, რომ იქ დავალებას რო ვეღარ ასრულებდა ნორმალურად, ხო? რაღაცა ისეთი რაღაც. საშინელი არსება არის რა, მუტანტი. აი ესეთი რაღაცა გააკეთა. ხო და აი მაგაზია საერთოდ თქვენ რო ლაპარაკობთ, ეხლა ბევრს გონია, რომ აი სააკაშვილი და ეხლა ზოგი ფიქრობს, რომ აი კაცი ხედავ რა ქნა, რომ იქ უკრაინაშიც კი გაჭრა არხები და იქაც იმას. ხალხო, ეხლა თუ თქვენ ვერ ხვდებით, რომ ეს კაცი არის აგენტი, არა, აგენტია, რომელიც მოქმედებს დავალებებით, რასაც ეუნებიან, იმას აკეთებს. არის ყურმოჭრილი მონა. კაც, ხო, ანუ ეს რო იყოს დამოუკიდებელი ფიგურა, კი ბატონო, ხო, მაშინ ვიტყოდით, რომ აი ადამიანმა მოახერხა იქაც კი თავისი რაღაცა რენომეს საშუალებით იქ რაღაცა პოზიციების დაკავება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ დღეს, როდესაც სააკაშვილზე ჩვენ ვსაუბრობთ და ჩვენ ვსაუბრობთ არა ნაციონალებზე ვსაუბრობთ, ეხლა უნდა მიხვდეს საზოგადოება, ჩვენ აქ 1 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობა კი არ დავამარცხეთ. ჩვენ დავამარცხეთ ის ბნელი ძალები, რომლებსაც სურთ ქართველი ერის მიმართ გარკვეული რაღაცა ცდების ჩატარება და ახალი ქართველის გამოყვანა. ჩვენ დავამარცხეთ ის დასავლეთის გარკვეული წრეები, რომლებსაც უნდათ აქ საქართველოში ქართველობის აღმოფხვრა. აი ეს ძალები დავამარცხეთ. მე იცით რა არის? ზოგჯერ ეხა აი ვფიქრობ, რომ ჩვენ რაღაცა ნაციონალურ მოძრაობასთან მარტო არ ქონია საქმე და ჩვენ არ ვიცით კიდე და ვერ ვაფასებთ რა გამარჯვება მოვიპოვეთ და დღეს ამ გამარჯვების წარსულობა უნდათ ვიღაცებს, იმიტომ რომ ეს ნაციონალური მოძრაობა როგორც ასეთი ცალკე ერთეული არ ყოფილა. ამას რუხს უმაგრებდა დასავლეთი. აი ესენით ხალხო, დემოკრატი მანამდე ციხის კადრები არ ნახა საზოგადოებამ, არავინ ბოლომდე ესე ყილებით იცავდნენ დასავლეთში აი ამ ძალას, ხო? გაიხსენეთ თუნდაც. უბრალოდ ეხლა რო ციხის კადრები რო გამოჩნდა და ეხლა უკვე ხო არ იყოდნენ რომ ესენი კიდე დემოკრატიის შუქურა არის. ნუ ახლაც იცავენ გარკვეული ძალა. არა, ხო და ამიტომ მე ვფიქრობ რომ აი თვლით თუ არა რომ ეს არ იყო მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ჩვენ აქ დავამარცხეთ. და იყო უფრო მეტი ვიდრე ნაციონალური მოძრაობა. იქიდან დავიწყებ, რომ აი სააკაშვილი უკრაინაში, რა თქმა უნდა, ის სხვისი დავალებით მოქმედებს, ნუ პოლიტიკა ისეთია, რომ აუცილებლად მე ხა ტექსტს სხვა უწერს და ის სცენარი, რომელიც მას კარგად მოირგო, ის როლი, რომელიც ახლა მისთვის არის განკუთვნილი და რაც მთავარია ბატონო მამუკამ ძალა და 100% თვეთანხმები, საერთაშორისო არენაზე გავიდა, უფრო დიდი ფიგურა აღმოჩნდა დავალებების გაიყვანეს, არა, გაიყვანეს, იმიტომ რომ ის აღმოჩნდა ის პიროვნება, რომელიც საჭიროა იმ კონკრეტული როლისათვის, ხო, ახლა ჰამლეტის როლს ყველა ხო ვერ ითამაშებს, არა? არსებობს ზოგიერთი მსახიობი, რომელიც ისე თამაშობს, რომ აი რაღაც გარკვეულ როლებს, ხო, ჟრუანტელი დაგივლის, ხო, არც ისე თამაშობს, რომ გადართავს, საერთოდ არ უყურებ. თუ ტელევიზორში უყურებ, ასე ვთქვათ, ამ სცენას. ანუ ის აღმოჩნდა ისეთი პიროვნება, თავისი ქარიზმით, თავისი ასე ვთქვათ, იმ რენომეთი, რომელიც აქ შექმნა თავის დროზე, იმ პიარით, როდესაც ამ პიარის უკანა მხარე ის იყო, რომ ხალხს ართმევდნენ ქონებებს,
კლაუდენ პირდაპირ ქუჩაში და ასე შემდეგ, ხო? ის იმიტომ არ ჯეროდა ევროპას, იმიტომ არ ჯეროდა ეგ გარკვეულ ჯგუფებს, ზოგიერთ მართლა გულწრფელად არ ჯეროდა და დღესაც არ ჯერა. და თუნდაც იციხის კადრები არ გონია რომ კონკრეტული თანამდებობები ჩავარდა, იმიტომ რომ საერთაშორისო ზონაზე გასაგებია. ეხლა იმასინი აწვიან თავიანთ ქვეყნებს ინფორმაციებს. ეხლა ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ამერიკელები არ იცოდნენ რა აქვს, ეხლა ვაზაგაშვილი და ისინი რომ დახვრიტეს, ან ხალხის მიტინგები რომ მოდიოდა აქ მილიონიანი. სამაგიეროდ ნიკოლოზ როგორ დახვრიტეს, რომ დახვრიტეს აი კრიმინალები, ხო? ეს შექმნეს შემდეგ ევროპაში ისე კარგად ამუშავეს საგარეო საქმე და სამინისტრო ელჩები, რომ ისინი დარწმუნდნენ, რომ კრიმინალი იყო, ეხლა კორუფცია აღარ არის, ეხლა ქვეყანაში დალაგდა, ეხლა ინვესტიციები ამდენი 100% გაიზარდა, გამიგეთ? ეს პიარი უწყობდა თუნდაც იმას, რომ ის საერთაშორისო ანგარიშებში საქართველოს ბიზნესის კელთების სხვადასხვა თვალსაზრისებით წინ მიდიოდა და ვითარდებოდა მუდმივად. სწორედ ამ პიარმა განაპირობა სააკაშვილის ის იმიჯი შექმნა, რომელსაც დღეს უკრაინაში დაუძახეს, სხვაგან დაუძახებენ და ასე შემდეგ. და მოხდება მისი რეაბილიტაცია საბოლოო ჯამში. ერთ რამეში გეთანხმებით, რომ ამ ხელისუფლებამ აი ვერ მოახერხა, რომ თეთრზე თეთრი ეთქვა და შავზე შავი და გეტყვით რა. ის რომ მაგალითად ჩვენთან რაღაცა შექმნილია ესეთი მითი, რომ საქართველოში სააკაშვილის დროს ყველაფერი იქნებოდა და ბიზნესი ყვაო და ეს არის ბლეფი, იმიტომ რომ ჩვენ გქონდა მილიარდობით აღებული სესხი, ჩვენ გქონდა დატერორებული ბიზნესი და აი ამის შედეგად იქნებოდა რაღაცეები. ის რას კი გაკეთდა კიდევ ისი გადაყრილი წყალში. ახლა ვის რა ჯანდაბად უნდა მაგალითად ქუთაისის პარლამენტი. ეს ხო გადაგდებული შენობა. თან უხარისხო. აიღეთ თუნდაც იქ რიყეზე გაკეთებული უმსგავსო შენობები. ვის რა თუნდა ეს შენობები. ანუ ესე წყალში გადაყრილი ფულია. მე აიღეთ ის ჯარში დახარჯული ფული. საწავი და ისიარაღება ეგრევე შევტენეთ ამ რუსებს. ის ფული რომელიც ჩვენ დავხარგეთ ინფრასტრუქტურაში, მაშინ ზემო აფხაზეთსა და მაშინ შიდა მაშინ რა ქვია, სამაჩაბლოში. ესეც გადაყრილი ფულია. ეხლა იცით რა არის? საზოგადოება ეს ყველაფერი აი დაღეჭილა, დასაგებად არ მიეწოდება სამწუხაროდ არც დასავლეთს, არც ეთყობა ჩვენს მოსახლეობას, იმიტომ რომ აი მაგალითად ერთხელ ერთმა ადამიანმა მითხრა, კაცო 2003 წელს რო კაცო შუქიც არ იყო, გაზიც არ იყო, წყალიც არ იყო. მოვიდა ეს კაცი, მიშა შუქიც აღმოჩნდა, წყალიც იყო, გაზიც რა. ახალი ჰესი ავაშენეთ, ახალი თბოელექტროსადგურები აშენდა, სპეციალურად კეთდებოდა გარკვეული ძალების მიერ რომ რეალურად საზოგადოებაში ყოფილიყო უკმაყოფილება, თორე ეხლა როგორ შეიძლება არაფერი არ გაკეთებულა, ხო? და უცბად გაზი, ჩუქიც ყველაფერი ერთდროულად მოდის, ხო? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი გლობალური რაღაცა ამას არ ჭირდებოდა 500 ფურცლიანი დასკვნები. საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია. მე ბევრიც გამსმენია, რომ აი მეო მიშას იმიტომ ვცემ პატივს, რომ აი შუქი რო არ იყო მაგალითად და გაზიო, ის მაინც მომცაო. ეს რომ მოგცა, კი არ მოგცა, ეს იყო დამალული. და იმიტომ არ გაძლევდნენ ამას, რომ სწორედ მიშა უნდა მოსულიყო ხელისუფლებაში რა და აი ესე გასაგება და არ მიდის მოსახლეობამ. თქვენ აი არ ვიცი ხარ რა. გეთახმე მე გავაგზავნე თქვენს აზრს მაგასთან დაკავშირებით. ეს არის აპრობირებული მეთოდი, როცა მამები შვილებს როგორ უნდა გადაეცათ მეფეების დროსაც, აი მაგალითად ბრიტანეთში ერთ-ერთი მეფე თავისთავად თვითონ ძალიან ცუდ რაღაცებს ჩადიოდა რიჩარდ ლონგული, თუნდაც იმის გამო, რომ მის შვილს, რომელიც უნიათო იყო, გადაცემოდა ხელისუფლება და ხალხს შეზარებოდა მეფე და მერე მემკვიდრე, თუნდაც უნიათო ყოფილიყო. დაახლოებით ასეთ რაღაცა და ამიტომ მე ვფიქრობ შევარდნაძეს იყო ამ სექტის წევრი, იმიტომ რომ შევარდნაძე მოახერხა ის უზრუნველყო 2003 წელს რომ 2000 აიძულე შევარდნაძე აკეთებდა ყოველ შემთხვევაში 2000 რომ უნდა გადასცე ამას თუ გადაცემაზე არ ვიძახ გადაცემამდე ვიძახ შევარდნაძემ რომ არ რიგდებოდა პენსიები რომ არ რიგდებოდა ხელფასები რომ მეცხრე ბლოკის უგათიშვილი იყო ეს შეეძლო შევარდნაძეს რომ აეცილებინა თავიდან მაგრამ შევარდნაძეს ჰქონდა მაშინ რომ არა ეს ასე უნდა მომხდარიყო შევარდნაძეს ერთი კაცი არ დაუშია მეცხრე ბლოკის წამდამოწმ ვითომ დააფეთქების შესახებ როცა ფეთქდებოდა მართლა და ეს იყო ხელოვნურად დადგმული სპექტაკლი ხო და ამას აკეთებდა შევარდნაძე იმიტომ რომ შეიძლება ეუნებოდნენ ამ კაცს რომ შენ აი ეს შეიძლება მე გიზასწრებ მე ანუ ეუნებოდნენ რომ შენ დახუჭო ამაზე კი უნდა დახუჭო იმიტომ რომ ამზადებ ნიადაგს ახალი პრეზიდენტისთვის და რომელიც იქნება ეს ჟვანე იქნებოდა თუ სააკაშვილი მაშინ კიდე ის მიდიოდა კითხვაები მაგრამ ახალი ლიდერისთვის და რომელიც უნდა ყოფილიყო აი ამ ფორმით 2 წელიწად რო დაეცადა სააკაშვილს რა მე აირჩევდა ხალხის სიტყვაზე 2005-ში ხო რევოლუციით რიგარეში არჩევნებით უნდა მოხდარიყო არჩევნების გარეშე უпроსორად იმიტომ
აი პარლამენტის შენობაში ეხა ბომბი რო შეგიგდო იქ ვერ შევიდოთ ეგრე ომი რო იყო ვერაფერი ვერ უქნეს იმ ბომბები ესროლეს ლამის ატომური ბომბი ესროლეს თავრობის სასახლე იმ პარლამენტის შენობაზე და ვერაფრით ვერ აიღეს თავრობის სასახლე ბოლოს გამოვიდა გამსაკუთრდა და წავიდა ხო ეხა თუ არ იყო ეს დაგეგმილი რომ გაუხსნეს ეს კარები და შეცვლიდა ეს იყო დაგეგმილი ყველაფერი თორე დაემთავრებინა სიტყვა დაემთავრებინა და მორჩებოდა უკვე დამთავრებულიყო ის სიტყვა რო დაემთავრებინა შევარდნაძეს უკვე всё ეს იქნებოდა სახელმწიფო გადატრიალება და ეს ამიტომაც შეიყვანეს არ დაამთავრებინეს შევარდნაძეს ის ჩაისდალევა და იმ სიტყვის თქმა და მოხდა რევოლუცია მართლა თორე სახელმწიფო გადატრიალება რომ მომხდარიყო უკვე სააკაშვილის მიმართ ვეღარ იქნებოდა ესეთ დამოკიდებული ლეგიტიმაციის ხარისხი იქნებოდა დაბალი ხო რა თქმა უნდა და ამიტომ მე ვფიქრობ რომ აქ სხვა რაღაც პროცესი სხვაგან არის დამარხული ჩვენ სწორად მიდიხართ ბატონო ნიკოლოზ და ჩვენც მაგაზე ვართ სწორედ რომ ავიცი ეს არ უნდა მოხდარიყო და რაღაცნაირად აი ილია მართალის აზრი დღეს უფრო აქტუალური გახდა იქნებ ჩვენი თავი ჩვენ გვეყვნოდეს რამენაირად რა ვიცი მე ვფიქრობ რომ ჩვენ ღირსეულიერი ვართ მართალია მცირე რიცხოვანი ღირსეულდა იქნებ ვიზუნოთ და ვიარსებოთ იმაზე ჩვენ ახალგაზრდებმაც ძველგაზრდებმაც უფრო მეტი ახალგაზრდებმაც რომ რაღაცნაირად ორგანიზაციები შევქმნათ რაღაცები გავაკეთოთ იმისათვის რომ არ გადაგვარდეს ერთი და ერი და ჩვენი ღირსეული წვილი შევიტანოთ და ჩვენს თაობებს 100 წლის შემდეგ მე თუ ღმერთმა თუ ჩვენ არ ვიაქტიურებთ მე ასე ვხედავ და იმ ადამიანებს ვინც 100 აზრობთ როგორც თქვენ აზრობთ როგორც ჩვენ აზრობთ თორემ 100 წლის მერე დაახლოებით 100 წლის მერე თქვა ჯერ კიდევ ესე იგი რამხელა აქტუალურია ილიასის წუხილი რაც მაშინ იყო დღესაც იგივე მდგომარეობა არის და უფრო საშინელი მდგომარეობა არის და წარმოგიდგენია 100 წლის მერე თუ არ შევებრძოლეთ ილია რომ არ ყოფილიყო და თქვა კიდევ რამოდენიმე ლიდერი ამ შემთხვევაში გულისხმობ ილიას დღეს ჩვენ ასე არ ვიქნებოდით გარწმუნებთ რა მისი გამოსვლებით ტყვია დაახალეს ადამიანს იმის გულისთვის რომ სწორედ ამ გზაზე იდგა დაახლოებით დღესაც ამ მსგავს სიტუაცია დღესაც აქვს ჩვენ გმირებით იგივე მერაბ კოსტავა თუნდაც იგივე ზვიად გამსახურდია და რა ვიცი აი მამუკა ეხლა როგორც მოსე პატარა 40 წელი მებრაელები უდაბნოში ისე გვატარა ჩვენ გარკვეულმა ძალებმა ქუჩაში ეს 9 წელი და ვერაფერი ვერ მოუხერხეთ სააკაშვილის რეჟიმს მე ახლა ვინც რა უნდა სულ არ მაინტერესებს რაში დამდოს ბრალი მაგრამ რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი თქვენ ციხეში შდებოდით თქვენ და მე შემოგიერთდებოდით ალბათ თქვენ იმიტომ რომ რაღაც პუტიოვკასავით იყო ეს მერვე ციხე ყველა უნდა გაევლო ეს პუტიოვკა და ალბათ ვინც დარჩენილი ვიყავით ისე რომ ეს სიამოვნება არ ქონდა სახეზე ალბათ ამ სიამოვნებასაც მიგვაღებინებდნენ და მე ვფიქრობ რომ მიუხედავად იმისა რომ კრიტიკული განცხადებები ისმის ამ ადამიანის მიმართ დღეს მიუხედავად იმისა რომ ეს ადამიანი არ არის ხელისუფლებაში მიუხედავად ამისა ამ ადამიანს გარკვეულწილად მე ვფიქრობ ძალუც ერთადერთი ამ ადამიანს ძალუც რომ ქვეყანა მიიყვანოს იმ აი სამშვიდობოს გაყვანაზე რომელზეც ჩვენ ვოცნებობთ იმიტომ რომ დღეს იმიტომაც არის სწორად დიდი ყველაზე დიდი დარტყმა ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდი დარტყმა რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილმა მოარყია ეს სააკაშვილის რეჟიმი და კიდევ ერთხელ ვიძახი რომ სააკაშვილის რეჟიმი და ნაციონალები არ დაუმარცხებია ბიძინა ივანიშვილის ქართულ ხალხთან ერთად ეს უფრო მეტი იყო ვიდრე ნაციონალური მოძრაობა და ამას ხედავ ჩვენ უკრაინული მაგალითით რომ რა ძალები დგანან ნაციონალური მოძრაობის უკან ამიტომ მე ვფიქრობ რომ და იმედი მაქვს რომ ეს ადამიანი რომელიც ეხა მართალია ეს ოფიციალური ხელისუფლება არ არის მაგრამ ის გარკვეულწილად რჩევებს აძლევს რომ ამ ხალხს ხო და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ ის გარკვეულწილად მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას რომ ხელისუფლებაში იყოს მართლა ქართული ხალხის შეურები დღეს ნაციონალურ მოძრაობაზე ვსაუბრობთ მაგრამ ქართული ოცნება ნამდვილად რო არის ქართული ხალხის გამომხატველი ესეც უდავოა იმიტომ რომ ჩემთვის მაგალითად რესპუბლიკური პარტია ნაციონალურ მოძრაობაზე უარესი პარტია იმიტომ რომ ეს პარტია არის ანტიეროვნული პარტია რომელიც ქართული მიწების გასხვისებას ხარს დაუჭერს პარტია რომელიც კოჰაბიტაციას ხარს დაუჭერს პარტია რომელიც ხარს დაუჭერს იმას რომ რაღაცა დარტყმები მიეყენოს სულიერებას და ჩვენ ეკლესიას ჩემთვის იმ პარტიის ადგილი არ არის პარლამენტში და ეს მართლა 0%-იანი პარტია რომელიც ვერაზოს ვერ ახერხებდა პარლამენტში მოხდრას ბიძინა ივანიშვილმა მისცა მათ შანსი რომ რაღაცა ქვეყნის სამსახურში ეს ხალხი ჩამდგარიყო მათ ეს ვერ გამოიყენეს და დღეს აგინებენ იცით აი უშვერი სიტყვებით აგინებენ ვირო მადლიო ლევან ბერძენიშვილს რა აქვს სალაპარაკო ადამიანი რომელიც ბოდიში და ყველა ადამიანისთვის ყველა ქართველისთვის მიუღებელი პიროვნება იქიდან გამომდინარე რომ ამ ადამიანს ყოველთვის აქვს ანტიეროვნული განცხადებები და რესპუბლიკურ პარტიას ეხლა როდესაც
არაფერს არ წარმოადგენს. ხალხის დობა შენს მიმართ არის 0 და დაგსვამენ და კიდე იმ ანტიეროვნულ ქმედებებს ახორციელებ. ეს არის უდავოდ ქვეყნის ღალატი. თქვენ როგორ ფიქრობთ? აი აქ და გამომდინარე, უნდა დაინიშნოს თუ არა ვადამდელი არჩევნები და უნდა გაიწმინდოს თუ არა თვითკოალიცია აი ამ ძალებისგან. პირველ რიგში რა თქმა უნდა იმით დავიწყებ რომ მართლაც რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი დღეს ამ სტუდიაში კი არა და თქვენ იქნებოდით კი არა პატიმარი, საერთოდ მე და აგერ ბატონი მამუკაც, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი ერთი პერიოდი ერთად მოგვიწია ასე ვთქვათ სასაკრაოდ ქცეული ერთ-ერთ დაწესებულებაში ყოფნა, პირდაპირ ეს იყო დაკვეთა რომ ჩვენ არ უნდა გამოსულიყავით იქიდან ცოცხლებით და სწორედ აქეთ მიდიოდა მართლაც ღმერთის წყალობით რაღაცა რამოდენიმე დღით გადავრჩით და ასე ვთქვათ გავაგრძელეთ ის ჩვენი მოღვაწეობა აქტიურ ფაზაში, რომელიცაც დაპატიმრებამდე ვაკეთებდით. მართლაც რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი ეს ხელისუფლება არ შეიცვლებოდა და მე ჩემზე პირადად ასე გაგამ კუნალიძეს ასე ქონდა დამოქრებული უხეში უშვერი სიტყვებით, აი შენ ასე გააკეთე, ასე ბოდიში და ასე უქენ ჩემ ცოცხლში, შენ თუ ცოცხალი გახვიდე დაწესებულებიდან იმის გამო რომ მე სხვა პატიმრებს რომ სცემდნენ, ამის გამო მე ვშიმშილობდი და მოვითხოვდი ესე ვთქვათ სხვების უფლებების დაცვას. მაგრამ, როდესაც საქმე ეხება ეროვნულ ინტერესებს, ხო, მე არაფერი არა ვარ, საქართველო არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე მე და იმის გამო ვთქვათ, მე სიცოცხლე მაჩუქა ვინმემ და ჩემ მეგობრებს სიცოცხლე აჩუქა ვინმემ, ვერ ვიტყვი იმას, რომ მაგალითად თუ ვინმე საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ წავა, ის კარგი ადამიანია. თუმცა, აი ამაში 100% გეთანხმებით, რომ დღეს პარლამენტი ქართულ აზრს არ გამოხატავს პარლამენტი და მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, იმის გამო, რომ რეალურად ის ძალები შევიდნენ, თან იქ აფექტის მომენტიც იყო მაშინ იმ არჩევნების პერიოდში, მთავარია ნაციონალური მოძრაობა წასულიყო და ვინც გინდა ყოფილიყო და ვინც გინდა მოსულიყო, მე დროთა განმავლობაში ამან აჩვენა, რომ თურმე ის ადამიანები, რომლებიც ესე იგი სურდათ მართლაც გარკვეულ ადამიანებს და პირველ რიგში ბატონ ბიზნესო საქართველოს ესე იგი მხოლოდ მართლაც ჩამოყალიბებულიყო წარმატებულ სახელმწიფოდ ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალური ასპექტებით აღმოჩნდა რომ იქ იყვნენ ადამიანები რომლებიც ფაქტობრივად დავალებებს ასრულებენ და ახლანდელ პარლამენტშიც არიან ესეთი ადამიანები რაც თავარია ნაციონალური მოძრაობა ამ რაოდენობით არ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი და არც უნდა იყოს წარმოდგენილი მე ვფიქრობ და ახალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ალბათ ამას დაარეგულირებს და ქართველი ხალხი და მაღალი ლეგიტიმაციით აირჩევს იმ მთავრობას და იმ პოლიტიკურ ძალას ჩემი აზრით რომელიც რეალურად ქართულ ინტერესებს გამოხატავს იმიტომ რომ ხედავთ რომ გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღება რომელიც რეალურად საქართველოს ინტერესებს ავნებს. მე ამაზე ვიტყვი და მეც დიდი პატრიოტიზმი ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ მინდა აღნიშნო ასეთი რაღაცა რომ კიდევ ერთხელ მინდა ბიძინა ივანიშვილმა მოიბრუნოს ამ ქვეყანაზე გული იქნებ დაბრუნდეს ხელისუფლებაში და დაბრუნდეს ვადამდელი არჩევნების გზით. აუცილებელია თუ საერთოდ ჭირდება ქვეყანას ვადამდელი არჩევნები თუ ეს არ გაკეთდა მე ჩავთვლი იმას რომ კიდევ 1-2 წლით უნდა გახანძრებდეს კოჰაბიტაცია უნდა გახანძრებდეს რესპუბლიკელების ბოგინი პარლამენტში და დამგრევი და ძირგამორთქელი პოლიტიკა რასაც დღეს პარლამენტში არსებული ვითომ ზოგიერთი უმრავლესობა და ძალიან კარგია როცა თან ოპოზიციონერი ხარ და თან უმრავლესობაში ხარ ხო ისეთი ადვილია რაღაცები ხელგეწიფება გადაწყვეტილება და ამ დროს ხარ ქვეყნის მტერი თან მტერი ოპოზიციონერი არა ისევე როგორც თქვა ნაციონალიზმი თუ ჩვენ ახალი არჩევნების სურათი ნათელია დღესავით დღეს რა შეიძლება მოხდეს რიგარეში არჩევნების დროს და ეს იცის სოციალური კლუბებიდან ყველანაირი კლუბებიდან დასტურდება ეს რეიტინგები უკვე და იცის ეს ხელისუფლება და ამიტომ ყველაზე კარგი რაც მეორე კარგი ანუ პირველი სიკეთე 1 ოქტომბერში შეასრულა ბატონმა ივანიშვილმა ეს იქნება მეორე კარგი რაღაცა ბატონი ბიძინას ხელშესრები თუ მოახერხებს იგივე სამოქალაქო სექტორის მობილიზაციას, გაერთიანებას და მოთხოვნა დადგება იმის შესახებ, რომ ჩატარდეს რიგარეში არჩევნები. აი ამ ფორმატით შეიძლება ბატონო ბიძინამ ეს მოახერხოს და მე მინდა ვთხოვო აქედან მოუწოდო, რა ვიცი, ჩვენ მეტი სხვა გზებსაც გამოვიყენებთ ამ გაზაფხულის პერიოდში, საპირწონეთ ნაციონალური მოძრაობის აქციებისა, მე ვფიქრობ, რამაზე მოვიფიქროთ და კიდევ უფრო კარგად შეიძლება გავაკეთოთ, რომ ჩატარდეს რიგარეში არჩევნები და მე უკვე ნათელი იქნება. უკვე ნაციონალური მოძრაობას ნაკლები კვოტით იქნება წარმოდგენილი და შეიძლება საერთოდაც ვერ გადალახოს 5%. ასევე რესპუბლიკელები უკვე დამოუკიდებლად ვერ გააკეთებდა ვერც ალასანიას გუნდი და შემდეგ მართლა
ერთად არ რჩება ისეთი ძალა, სხვა ოპოზიციურ ძალებს ექნებათ რესურსი, ძალა იმისი, რომ მოვიდნენ რაღაცა დონეზე თუნდაც ოპოზიციური ძალის სახელით პარლამენტში და ჩაანაცვლონ სხვებმა იგივე პატრიოტთა ალიანსი ძალიან სიმპათიურად გამოიყურება და საზოგადოებაში დიდი რეიტინგით სარგებლობს. თუნდაც ბურჯანაძის გუნდი, რომელიც იმის გამო იყო კეთროვანივით გარიცხული საზოგადოებიდან თითქოს მე კარგია რომ რაღაცა ბარიერი გადაილახა რომ ეხლა ისე იყო სააკაშვილის დროს რომ რუსეთთან აი რუსული სიგარეტი რომ მოეწია ადამიანს მოღალატედ ითვლებოდა ხო ამ დონეზე ქონდა და დღეს ასე არ არის საბედნიეროდ არ ითვლება რომ თუ რუსულ ნაწამს მიიღებ ესე იგი და თქვენ გახსოვთ ეს პერიოდი ხო რუსული მუსიკების რო აიგზავა ანუ ეს ხო მარაზმი იყო ხო საშინელება იყო გასაგებია, მოკლედ მე ვფიქრობ, რომ ცით რა არის, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს საზოგადოების გარკვეული აჯისცემა და წუხილი. ის 25,000 კაცი, რომელიც მხოლოდ თბილისის მოსახლეობა იყო და მოითხოვა ამ ხალხმა, რომ არჩევნები ჩატარდეს, ეს არ არის პატარა ხუმრობა საქმე, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც მილიონებს ხარჯავს, 7-800 კაცს ვერ კრიბავს და ერთი დღით, ერთი ესე დაძახილით, რომ ხალხი მოდის და გეუბნება, რომ შენ უნდა გამოხატო მათი გარკვეულწილად წუხილი, ეს უნდა იქნას გაზიარებული და ფიქრობ, რომ საქართველოში, აი ჩვენ გვაქვს დღეს უმცირესობის დიქტატი უმრავლესობას. ყველგან ტელევიზიით უმცირესობა მოძღრავს, პარლამენტში უმცირესობას მიყავს, ესე იგი რეალურად მთელი სესიები და მთელი რაღაც მიდგომები და მთელი პოლიტიკა აგებული აქითკენ და ბოლოს კაცო ერთი რამე მე არ გამიგე ხა არანორმალურ ქვეყანაში კი ვცხოვრობდით მაგრამ ეხაც თუ მომიწევ და აღარ ვიცოდი მაგრამ არ უნდა გაგრძელდეს ესე რომ არ შეიძლება რომ ჩვენ უმრავლესობამ უნდა გადავწყვიტოთ ქვეყნის ბედი და დღეს გვეუბნებიან და გვიკიჟინებენ არა ვინაიდან ვარ ჩვენ უმცირესობა ამიტომ პატივი გვეცით და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ქვეყნის ბედი ესეთი რამე არცად არ ხდება და არც უნდა მოხდეს მე მგონი ჩვენ ქვეყანაში და აქედან გამომდინარე პარლამენტში უნდა იყოს ის ხალხი რომელი ხალხის მიმართაც არის გარკვეული მოთხოვნა და რა ის ხალხი რომლებიც არიან 0%-იანი პარტიები და 0%-იანი რეალურად მხარდაჭერა აქვს მათ საზოგადოებაში ასეთი ხალხის ადგილი არ არის პარლამენტში იყვნენ თავიანთ ტელევიზიებში და იქიდან მოძღვრონ რამდენიც უნდა ბოლოს აღარ უყურებთ ამ ტელევიზიებს მე მგონი იმიტომ რომ იქნებიან ესე უმცირესობაში აღარავინ აღარ შეხედავს მათ მე მგონი მე საინტერესო დისკუსია გამოგვივიდა დღეს ჩვენ სტუმრებთან ერთად მე შეგახსენებთ რომ დღეს ჩვენი სტუმრები იყვნენ უფლებადამცველები ბატონი ალექსანდრე ახალკაცი და ბატონი მამუკა ტუსკაძე გადაცემა პოზიცია რომლის წამყვანი გახლავთ მე ნიკოლოზ ჯავანაძე ჩვენ კვლავად დაგიბრუნდებით მომავალ კვირას იმავე დროს 7 საათზე და კვლავ საინტერესო სტუმრებთან საინტერესო საკითხებზე გვექნება საუბარი